მის სტუმარი ყველაზე სკანდალური მომღერალია, თუმცა მას ეს სკანდალები ძვირად უჯდება. მარკუს მეტრეველი მოგესალმები გიან. ძალიან მიხარია რომ მეგობი დღეს შენს გადაცემაში სტუმრად. შენს მაგივრად მე ვღელავ მარკუს ისეთი კითხვები მაგ შემთხვევაში. მართლა? აი შე რო გიყურებ, სულ მგონია რომ ტანჯული ხარ ხოლმე და რატო ტანჯული? არ ვიცი. აი განცდა როგორი გაქვს ხოლმე საერთოდ. იცი რა, მე ზოგადად ვიტანჯები ხოლმე ბოროტი ადამიანებისგან, მათგან წამოსული აურისგან და ძალიან ცუდი ენერგეტიკისგან. თორე სხვა დანარჩენი ყველაფერი კომფორტშია და ყველაფერი ძალიან კარგად მაქვს. იცი რა არის, გეტყვი, შთაბეჭდილება მრჩება ხოლმე, აი რო გიყურებ ხოლმე ყოველთვის რაღაც ისე გაცვია, იმპოზანტურად და მგონია რომ საწოლში რო წვები, პიჟამო ისეთი გატკიცინებული გაქვს, რომ აი არ გინდა რომ გატყდეს და რაღაც ესეთ გაშიშებული. სხვადასხვა ჩემო გიო, ღამე რო წვები, პიჟამოს არ ხმარო. შიშველი გძინავს? მარკუს ძალიან დიდი მითქმა შენს ორიენტაციაზე. პირველად ვინ იყო ის ადამიანი, აი ვინ თქვა პირველად, ხო მოგივიდა ამბავი რომ შენზე ამბობენ რომ არატრადიციული ორიენტაციის ხარ. რაც შეეხება ზოგადად ორიენტაციას, მე ძალიან დიდ პატივს ვცემ ყველა იმ ადამიანს, იმ ორიენტაციის მქონე ადამიანს, ვინც არის ჰომოსექსუალი თუ ლესბო. მე ძალიან ბევრი მეგობარი მყავს და არავითარ შემთხვევაში არ ვაყენებ არავის შეურაცხყოფას, უბრალოდ როცა ჩემზე ხდება ესეთი ბრალდებები და ყოველ წუთას როცა ვინმე გაბრაზდება ჩემზე ხელს იშვერე, რომ აი შენ რახან ესა და ეს არ მოხდა, ამიტომ ხარ ესეთი, აი ეს მომენტი უკვე ძალიან მაღიზიანებს. პირველი ვინც ძალიან დააშავა, ეს იყო ჩემი შვილების დედა, რომელსაც ვაპატიე და ჩავკლეპე, იმიტომ რომ ჩემი შვილების დედა იყო ის და აღარ გავაგრძელი და აღარ განვამცე ეს თემა და აღარ გადავიდა უკვე ანუ აღარ მივეცი ისეთი დატვირთვა რომ მეჩივლა და ასე შემდეგ. რაც შეეხება ახლა ახალ ისტორიას რომელიც დამბრალეს. არა ახალ ისტორიამდე იცი რა მაინტერესებს, მე მოვუსმინე მაგ ინტერვიუს და იქ იყო პირდაპირი ბრალდებები იყო და კი გასაგებია რომ აპატია და ძალიან კარგია რომ შეგიძლია მოუტევო ადამიანს, მაგრამ თვითონ შენი იმიჯი, ურთიერთობები. აი ამას ვიტყვი რომ დღეს ძალიან ადვილია ჩემნაირი ტიპაჟის მამაკაც ვინმემ დააბრალოს და თავზე მოახვიოს თავისი ამაზრზენი ბრალდებები. იმიტომ რომ მე ვარ ცოტა განსხვავებული იმიჯის, ისეთი იმიჯის ზუსტად როგორც სჭირდება შოუ ბიზნეს, არც მეტი არც ნაკლები და ამით სარგებლობენ ის ბოროტი ადამიანები და ვისაც მოუნდება ესე ისვრის ისეთ ბრალდებებს, რომ უბრალოდ შოქში მაგდებს და უბრალოდ მინდა მოუწოდე ამ ადამიანებს, რომ ეს ბრალდება მოდიდან გადავიდა, გაცვდა უკვე და მოდი სხვა რაღაც მოიფიქრო, იმიტომ რომ ძალიან ვადაგასული ბრალდებაა. მაგრამ იცი რაშია საქმე, შოუ ბიზნესის წარმომადგენლები სხვებიც არიან. რისი ბრალია, ანუ ამას გაბრალებენ, იმიტომ რომ ესე გაცვია, აი მიზეზი ხო არის, აი ხლა არიან მამაკაცები, რაც არ უნდა თქვა, მათზე არ დაიჯერებენ. აი რა საფუძველი აქვს, რა მიზეზის გამო ამბობენ ამას? მე არ ვიცი ვინ ამბობს, გია, შეიძლება დამისახე. არ უთქვამთ, რომ შენზე ესე ამბობენ. კი, რა თქმა უნდა, მომისმენია ძალიან ბევრი ბოროტი ჭორი, მაგრამ საქართველოში ზოგადად ყველა მამაკაცი ჭორაობენ, ვინც ოდრავ მაინც მოწესრიგებულია. მოწესრიგებული აქვს მისი წარბი, მისი ჩაცმულობა, საუბრის მანერა და ზოგადად ვინც არის დღეს გარეცხილი და ვინც სუფთად გამოიყურება ამ ადამიანს და ამ მამაკაცს დღეს საქართველოში ყველაზე ჭორაობენ რომ არის გეი, არის ჰომოსექსუალი, მაგრამ ეს ესე არ არის. საუბედუროთ მათთვის. შენ საუბედუროთ რატომ? საბედნიერო, იმიტომ რომ ნუ მე რო არ წარმოვადგენ ამ ორიენტაციის, რო არ ვარ ამ ორიენტაციის წარმომადგენელი, მათთვის ეს უბედურებაა და უნდათ რომ ვიყო. უნდათ რომ იყო იტყოდით ამ ამათ? რა თქმა უნდა, იცი რა არის, ჰომოსექსუალი არ არის ვინმე მაპატიეთ და ცხოველი, ეს ჩვეულებრივი ადამიანია, ვინც ცხოვრობს აი ამ განხრით და ამ პროფილით. მე ნებისმიერი ადამიანის პირადი ცხოვრებას პატივს ვცემ და რატომაც არა თუ ვიქნები, რა თქმა უნდა, საჯაროდ ამას არ ვაღიარებ, მაგრამ ეწოდინება სრულიად ჩემს სამეგობროს. და აი საჯაროდ რატომ არ აღიარებდი? მე რო ვცხოვრობ სხვა ქვეყანაში, ვთქვათ ევროპაში, ხო? და
ის მასშტაბების ქვეყანა რო იყოს, მაგალითად როგორც არის ინგლისი, ამერიკა, მე ამას თავისუფლად ვაღიარებდი, რომ ვიყო ჰომოსექსუალი. მაგრამ ვინაიდან ვცხოვრობ საქართველოში და ძალიან პატარა ჩაკეტილი სივრცეა, ამას მოყვებოდა ძალიან ცუდი რეაქციები. ცუდი რეაქცია რატო? იმიტომ რომ მაინც დაკომპლექსებული ერი ვართ. აი ამ ჰომოსექსუალიზმს უყურებს საქართველოს როგორც ავადმყოფობად, გარყვნილობად და ასე შემდეგ, რაც ესე არ არის. აი ამას ჭირდება სერიოზული განათლება და ჩაჯდომა, რომ ჩაუღრმავდე რა არის ეს ორიენტაცია. უკვე შეურაცხყოფელი და დამღლელია საზოგადოება დაიღალა ერთ-იგივე სტრიალით ჩემს ორიენტაციაზე, რაც არის აი სასაცილო უკვე. იცი რა არის სასაცილო კია მარკოს, მაგრამ ჩვენ ცხოვრობთ საქართველოში. გაიზრდებიან შენი შვილები. ფიქრობ ამაზე, აი დარდობ, რომ აი ახსნა განმარტება მოგიწევს, ან როგორ უნდა აუხსნა, რომ აი მამა, მე არ ვიყავი არატრადიციული ორიენტაციის. ანუ უნდა ვიდარდო, როცა ესეთი ფაქტი არ არსებობს. არა, აუხსნა ფაქტი შეიძლება არ არსებობს, მაგრამ ის რომ შენზე ეს უთქვამს, რომ ლაპარაკობენ, იცი რომ გავიზრდებით და რომ გავა 20 წელი, 20 წლის შემდეგ შეიძლება ისეთი რაღაცები ხდებოდეს საქართველოში, რომ ამის ახსნა არც კი დამჭირდეს. მაგრამ თუ დამჭირდება ამის ახსნა, ისინი იმედი მაქვს, ჩამოყალიბებული ადამიანები იქნებიან, ყველაფერს გაიგებენ ჩემს სიმართლეს. და რას ეთყოდი ორი სიტყვით ოღონდ შენს მტრებს? ჩემს მტრებს ვეთყოდი იმას, რომ უღირსი ღირსეულს ლანძღვით თუ გაუსწორდება, როცა ხვდება, რომ ღირსებით მას ვერ გაუტოლდება. ეხლა ძალიან ჩაახუჭუჭე, აი ძალიან. მარკუს, ძალიან ძვირად ღირებული ტანსაცმელი გაცვია ხოლმე ყოველთვის. ძვირად ღირებული სათვალე, შოულობ ამდენ ფულს შენი საქმე? იცი რა არის? თავდაპირველად დავიწყო ტანსაცმლით. მე მიყვარს ყველაფერი სხვადასხვა არ ვიცვამ ძალიან ძვირად ღირებულ ბრენდებს ამ ბოლო ხანებში, იმიტომ რომ შემთხვევაში იწერება ასე რომ მარკუს მეტრეველს შენი საათი ძვირფასია? ჩემი საათი? კი. რა ღირს? მოდი ფასარ დავაკონკრეტებ, ალბათ არის მაიკლ კორსის ბოლო კოლექციიდან. რატო? ნუ უკვე გასაგები იქნება. ძალიან ძვირი არ არის და იმიტომ. რაღაც $500-მდე. შენი იმიჯი სათვალე ქუდი და ყოველთვის ამ ფორმაში ხარ. რა მაინტერესებს იცი? ვიცი რა გაინტერესებს. არა, რა მაინტერესებს? მოდი, აი მართლა გულწრფელად გეუბნები. მოდი, დავარღვიოთ ეხლა ყველაფერი ჩვეულებრივად. ეხლა არა ვართ კამერების წინ, ოღონდ ადამიანურად, მე მგონი მაყურებელსაც აინტერესებს, შენ რატომ მალავ თვალებს და სათვალის გარეშე და ქუდის გარეშე დავემშვიდობოთ ერთმანეთს მაყურებელს. ოღონდ აი რა მოხდება? კომპლექსი გააქვს? არანაირი კომპლექსი, უბრალოდ ვარ მელოტი და ელამი. არ მოპირე ქუდის მოხდას. არაპირე? რატო არ აკეთებ ამას? არც ქუდის და არც სათვალის. იმიტომ რომ ჯერჯერობით ეხლა ამ ეტაპისთვის არ ვარ მზად. რომ მოვიხადო ქუდი და სათვალე. აი ეს შეკითხვა რატო დაგება და ძალიან მაინტერესებს ქუდთან დაკავშირებით და სათვალეს და ვიღაცა ჩაგაწვეთა. არა, გეტყვი ერთ რამეს, რატომ იცი? მართლა აი მე მინდა რომ გაგანთავისუფლო აი იმ მარწუხებისგან. არა, სიც არ მაქვს მარწუხები. არა, გააქვს მარკუს. კომპლექს გულის ხო? არა, იცი რა არის? ვერ გრძნობ კომფორტულად თავს, რას იტყვის ხალხი და რაღაცა ესთეტიკასთან გაქვს პრობლემა. იცი რამდენი სურათები მაქვს ქუდის გარეშე, სათვალის გარეშე? ძალიან ბევრი. მოიხადე ქუდი. და სხვადასხვა ძალიან ბევრს უთქვამს, რომ ქუდის გარეშე გაცილებით უკეთესი ვარ ვიდრე ქუდით. მოდი, დავანახოთ. არა, ეხლა არ აგია. ეხლა ვერ შეგვიდგები. კარგი, მაშინ დიდი მადლობა მარკუს, რომ მოხვედი ჩემთან. მადლობა გიო, მართლა კომფორტულად ვიგზავნე შენთან თავი. ძალიან დიდი მადლობა და ძალიან გისურვებ წარმატებას.